Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესეთ ძალიან საინტერესო ებრაულ და ბიბლიურ დღესასწაულზე, რომელსაც ქვია პურიმი. თქვენ იცით, რომ ბიბლიური კალენდრის მიხედვით დღეს უკვე არის ადარის თვე და პურიმის დღესასწაული ზეიმობს ებრაელები 14 ადარს. 14 ადარი ეს არის პურიმის საზეიმო დღესასწაული. ეს არის ბიბლიური კალენდრის მიხედვით, თორემ ხოლო ჩვენი კალენდრის მიხედვით ეს არის ხუთშაბათი 13 მარტი. ხუთშაბათს ღამე იწყება 13 მარტიდან და გრძელდება 14 მარტამდე პარასკევს დღეს. რა არის პურიმი, რატო ესეთი მნიშვნელოვანი ეს დღესასწაული? ჩვენთვის შეიძლება იკითხოს ქრისტიანმა ხალხმა, იმათ ჩვენ რა შუაში ვართ ეს ებრაელებს ეხებოდან. მაგრამ შემოკარგებო მე მინდა გითხრათ რამოდენიმე ასპექტი ამ დღესასწაულის, ეს ძალიან დიდი და ვრცელი თემაა. მაგრამ ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ და გადმოგცეთ ის მთავარი დედააზრი, რაც ამ დღესასწაულში არის და ავიღოთ სულიერი გაკვეთილები ჩვენთვის, რათა ჩვენ სწორ ცხოვრებისეულ სულიერ პრაქტიკაში გამოგვადგეს ჩვენ ქრისტიანულ ცხოვრებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მორწმუნე ადამიანი ცხოვრობდეს არა მარტო თეორიებით, არა მარტო კითხვით, არამედ ამას ყველაფერს აპრაქტიკებს თავისი ცხოვრებით. ესეთი გამოთქმა აქვს ოქრო პირს, იქადა გესახარება ჩუმადაც და ხმამაღლაც. ჩუმად ნიშნავს შენი საქმეები და შენი ცხოვრება უნდა ქადაგებდეს სახარებას. სახარებისეულ პრინციპები იგულისხმება, ანუ ღმერთისმცემების დაცვა და ცხოვრება. მაშასე პურიმი, ხაკ პურიმ სამეახ, ეს არის ებრაულად და ნიშნავს ბრწყინვალე პურიმის დღესასწაული. გილოცავთ. ანუ ბედნიერი პურიმის დღესასწაული, სხვანაირად რო ვთქვათ და განვმარტოთ. ეს ამბავი მოთხრობილია ბიბლიის წიგნში, რომელსაც ქვია ესთერის წიგნი. ივრითულად ქვია ამას მეგილათ ესთერ. საერთოდ ებრაულ ტრადიციაში პატარა ბიბლიურ წიგნებს უწოდებენ მეგილათ. დიდ წიგნებს ქვია სეფერ. აი მეგილათ ესთერის წიგნში გადმოცემულია ეს ამბავი პურიმის დღესასწაული და ეს მოხდა ბაბილონში, სპარსეთში, როდესაც ებრაელები ცხოვრობდნენ მაშინ ბაბილონის ტყვეობის დროს. მაგრამ ეს არის უკვე ის პერიოდი, როდესაც ბაბილონის ტყვეობიდან ერთი ნაკადი ებრაელების დაბრუნდნენ, ხოლო მეორე ნაკადი დარჩა. ანუ ფაქტიურად ჩვენ ისტორია გვამცნობს, რომ ებრაელების დაახლოებით 100,000-მდე ებრაელი გამოვიდა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნდა ისრაელში. დიდი ნაწილი დარჩა ბაბილონში და ცხოვრობდა. რადგანაც მათ მოიწყვნენ იქ ცხოვრება, კაი ცხოვრება ჰქონდათ, კაი ბიზნესი ჰქონდათ, რო იტყვიან და ერთი სიტყვით კარგად იყვნენ. და ამ დროს უკვე ბაბილონში იყო ესეთი მეფე, რომელსაც ერქვა ახაშვეროში. ახაშვეროშის მეფობის დროს მოხდა და ესთერის წიგნი ასე იწყება. სულ ესთერის წიგნში არის 10 თავი. ჩვენ ამის დრო არ გვაქვს ეს განვმარტოთ ყველა 10 თავი, მე უბრალოდ შინაარსობრივად გიყვებით და მინდა მხოლოდ რამოდენიმე დეტალზე გავამახვილო ყურადღება, რომ თქვენ მიიღოთ აქ სულიერი გაკვეთილი. აიღოთ, თუ თქვენ მეტი გინდათ, შეგიძლიათ სახლში გადაშალოთ და თავიდან ბოლომდე წაეკითხოთ, დაახლოებით 25 წუთი უნდა 10 თავის წაკითხვას. აქ დიდი არაფერი არა, მაგრამ ძალიან ღრმა აზრიდებს. ვინც ივრითულად კითხულობს, ის აშკარად გამიგებს, რომ ძალიან დიდი და ღრმა აზრს გადმოსცემს ეს წიგნი. თარგმანი ყოველთვის ჩვენ არ გადმოგცემს იმ დეტალებს, რა დეტალებიც ჩვენ გვჭირდება ამ შემთხვევაში, მაგრამ მე ნელა ვეცდები აგიხსნათ. ასე იწყება ესთერის წიგნი, პირველი თავის პირველი მოხლე. ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშს, რომელიც ინდოეთიდან ეთიოპიამდე 127 ოლქზე მეფობდა. იმ დღეს, როცა მეფე ახაშვეროში თავის სამეფო ტახტზე იჯდა შუშანის სასახლეში. შუშანი არის ქალაქია დღევანდელი ირანი და ამ მეფეს განმართა ნადიმი. აი მესამე მოხლე ამას ასე გვიყვება ჩვენ, უყურეთ. მესამე მოხში თავის მეფობის მესამე წელს ნადიმი გაუმართა მთელ თავის დიდებულებსა და მსახურებს, სპარსეთსა და მიდიის ლაშქრების ხედართავად დიდებულ ოლქთა მთავარი მის წინაშე იხსნენ.
80 დღის განმავლობაში აჩვენებდა თავის დიდ სამეფოს სიმდიდრეს და სიდიადეს ბრწყინვალებას. ანუ 180 დღე ნადიმი ქონდა მეფეს, ანუ დღესასწაული იყო სამეფოში და ამეთეთ ნადიმის დროს იყო მიწვეული ებრაელი ხალხიც ამ ნადიმზე. და დასასრულს კი მე-5 მუხლი გვამცნობს ამასო ებრაელებიც იყო. ამ დღეთა დასასრულს კი მეფემ შუშანის სასახლეში მყოფ ყველა ხალხისათვის 7 დღიანი ნადიმი მოაწყო სამეფო სასახლე ეზოში, ლაჟვანდოვალი და თეთრი ბამბულის ქსოვის მეწამული ბისონის ზონრებით ეკიდა ვერცხლის რგოლებზე და მარმალიოს სვეტებს, ოქროს და ვერცხლის ტახტრევები იდგა ალისფერი ქვისა, მარმალისა ძვირფასი ქვების ქვაფენზე. სასმელს ოქროს მრავალი ფერის სასმელსები სვამდნენ. სამეფო ღვინო კი უხვად იყო მეფური ხელგაშლობისამებრ. როგორც წესი ძალდატანების გარეშე სვამდნენ, რადგან ასე დაავალა მეფემ თავის სახმართველოს, რომ თითოეულს თავისი სურვილისამებრ მოექცნენ. და აქ გავჩერდები, ეს ისტორია მინდა წარმოვიდგინოთ, საიდან წარმოვიდა ეს ისტორია. მეფემ გაშალა ნადიმი. ამ ნადიმზე იყო ყველა მოწვეული, მაგრამ ამ ნადიმზე იყვნენ ებრაელები. წესით ებრაელები არ უნდა ყოფილიყვნენ თავისი რჯულიდან გამომდინარე, როგორც მაგალითად დანიელი ჩვენ ხედავთ დანიელის სიჩო. დანიელი არ ზეიმობდა სამეფო სუფრაზე, ის არიჯდა, ის ცალკე იჯდა. და ამიტომაც მეფეს ჰქონდა ეს სწავლა, რომ ძალდატანებით არავის არ აძალებდა, თუ სურვილი ექნებოდა აუცილებლად უნდა მოხვიდე. სწორედ ეს სურვილი გვასწავლის ჩვენ, რომ ეს თავისუფალი ნება, რომელიც არის, ეს არის ღმერთის გამოცდა ადამიანის, როდესაც ღმერთი გიწესებს შენ და გეუნება. აქ არის ჩვენი პირველი გაკვეთილი. ის რაც დაშვებულია, ყველაფერი სასარგებლო როდი არ არის. როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ყველაფერი ჩემთვის დაშვებულია, მაგრამ სარგებელი როდია ყველაფერი. ანუ აქ ძალიან დიდი გაკვეთილის გვეუბნება ჩვენ. და შეცდომა იყო ებრაელი ერისა ისინი, რომ ამ ნადიმის სუფრაზე ისინი იჯდნენ და მეფესთან ზეიმობდნენ. ეს იყო კატეგორიულად რჯულის წესების მიხედვით დარღვევა. მათ არ ქონდათ უფლება, რომ დამჯდარიყვნენ და ნადიმი და ევახშა წარმართებთან, რომლებიც იყვნენ კეფთაყვანისმცემლები. ეს უფლება არ ქონდა. მაგრამ ამათ მოკლეს მეფე არ გვაძალებდა ჩვენც რატო გავაუფუჭოთ მეფესთან ურთიერთობა, მოდი წავიდეთ. ანუ წავიდნენ კომპრომისზე და ეს თავისუფალი ნება გამოჩნდა მათ ცხოვრებაში ძალიან ცუდად. ამას გვასწავლია ჩვენ თორის უდიდესი კომენტატორები, რომ ებრაელებმა არასწორი არჩევანი გააკეთეს. რატო ქვია ამ წიგნს ესთერ? ებრაული სიტყვა სახელი თვითონ ესთერ, ეს არ არის ებრაული სახელი, მაგრამ ამაში იმალება ებრაული სიტყვა ასთირ, რაც ნიშნავს დამალვას. ესთერის წიგნი იმითაა უნიკალური, რომ ამაში არსად ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები ღმერთი. ანუ ღმერთ თუ ჩემოც არ არის ნახსენები. რომ ღმერთი თქვენ გიხსნით, არც ეს არ არის აქ ნახსენები. ანუ ასთირ ნიშნავს, რომ ღმერთი დამალულია. თითქოს ღმერთი არის კულისებს მიღმა იმალება. ეს დღესასწაული შემოკარგება არის წინასთან მეწყვილული დღესასწაული. და ბოლო ჟამის დროს ასეც იქნება, რომ თითქოს ყველას ეგონება, რომ ღმერთმა დამალა, პირი იბრუნა დედამიწისაკენ, კულისებს მიღმა დაიმალა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. როგორც იგავი ქალწულებში გვიყვება, რომ ყველამ დაიძინა. ყველამ, რადგანაც მეფემ დააგვიანა. ანუ ეს წინასწარ მეწყვილული წიგნი და გვასწავლის, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანი, ამ არჩევანს ჩვენ ცხოვრებაში მოყვება ხანდახან არასწორ არჩევანს მოყვება ღმერთის სახის დამალვა. და ამან გამოიწვია ღმერთის სახის დამალვა ჩვენ ცხოვრებაში. თუ ჩვენ რაღაცა პრობლემები გვაქვს და ვერ გძნობთ ღმერთისთან დასწრებას, ამას აქვს ორი მიზეზი. პირველი ეს არის, რომ ჩვენი არასწორი არჩევანია და მეორე ეს არის, რომ ღმერთი გამოცდას გვიწყობს ჩვენ გვცდის კი არ გვაცდუნებს, როგორც ბევრს ეშლება, ღმერთი არავის არ აცდუნებს, აცდუნებს ცოდვის ბუნება, რომელიც ადამიანში. არამედ ღმერთი ცდის ადამიანს, რათა ადამიანმა გაიმარჯვოს. ამ შემთხვევაში ამ ებრაელმა ერმა ვერ გაიმარჯვა და მივიდა ნადიმზე. ამას მოყვა ჯაჭვური რეაქცია, ახაშვეროშ მეფეს გამოიყვანა თავისი ცოლი, რომელსაც ვაშტი ერქვა, ვაშტის სთხოვა, რომ მოსულიყო ამ ნადიმზე და წარსდგენოდა ხალხის წინაშე.
ვაშტიმა არის სურვა ეს, მე არ გამოვალ ამდენ ხალხის, მთვარე ხალხის წინაშე და არ დავენახები მათო. ეს მეფე მიიღო პირად შეურაცხყოფა და ამისათვის აიღო და ვაშტის გაშორდა. ნუ ამას ბევრი მიდრაშები გვიყვება, ძალიან ბევრი აი მე ხო გითხრათ ეს სხვა მასალა, მე ვცდილობ ძალიან მოკლედ გავიმოსოთ. არსი გადმოგცეთ ამ დღესასწაულისა. გაუშვა ერთი სიტყვით მეფემ ვაშტი გაშორდა და მოიყვანა ესთერი. ესთერი, რომელიც იყო ჩვენ ხედავთ აქ იყო მორდექაის ძმისშვილი. მორდექაიმ გაზარდა ესთერი და ესთერი ეს ებრაელი ქალი მოხდა მეფე ახაშვერონის სასახლეში. და ერთ-ერთი კომენტატორები ამბობენ, რომ ასთირი ნიშნავს კიდევ რომ დამალული იყო ესთერის ვინაობა მეფე ახაშვეროსაც. ანუ დამალული იყო და მეფე ახაშვეროშმა არ იცოდა თუ ვინ იყო ესთერი სიამოვნებაში, რომ საიდან მოდიოდა. ამ ახაშვეროშს ყავდა ესეთი პიროვნება ამალეკელი ტომიდან იყო ესეთი პიროვნება, რომელსაც ერქვა ამანი. ამანი ვერ იტანდა ებრაელებს, ამას ისტორიული ხაზს რო გავყვეთ შორს აგვიყვანს, მაგრამ რომ იცოდეთ ამალეკელები ის იყო, რომელიც იესო ნავეს ძე ომებოდა და თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ იესო ნავეს წიგნებში ვინ იყვნენ ამალეკელები. ამალეკელები იყვნენ ის პიროვნებები, ვინც უდაბნოში მოსეს დაესხა და ებრაელებს დაესხა თავს და ყველაზე გაჭირვებული ებრაელი ვინც იყო, ვისაც გადაადგილება არ შეეძლო და ბოლოს დარჩენილი ვინც იყო, იმათ იტაცებდა და კლავდა. ანუ სუსტ ებრაელებს ერჩოდა. ამ მუდგმის ხალხი იყო ეგა. სხვადასხვა ერთ-ერთი კომენტატორები ამბობენ, რომ გოლიათის შთაომავალი ხო გოლიათის კი არა, მეფე საულმა რო შეიწყალა, მეფე იმ მეფის შთაომავალი იყო ეს ამალეკი. ეს ამანი რო იცოდეთ. ძალიან ჯაჭვურად არის გადაცემული. აქ ბევრი გაკვეთილი აქვს, ჩვენი სულიერი გაკვეთილები ძალიან ბევრი შეიძლება და იმედია, როდესაც გვექნება კომპიუტერი ღმერთის წყალობით, მე ჩავატარებ რამოდენიმე გაკვეთილს და ესთერის წიგნზე და უკვე იქ დეტალურად ვეცდებით მუხლების მიყოლებით, განგიმარტოთ ეს როგორაა, ის როგორ არის დაკავშირებული ეს ამასთან. ანუ ესთერის წიგნი გვიყვება ჩვენ რომ იყო მეფე ახაშვეროში მეფეს თავის ცოლს გაცილდა, მოიყვანა ცოლად ესთერი ებრაელი გოგო და ამ ებრაელი გოგოს ყავდა მორდექაი. ამ მორდექაის ვერ იტანდა ამანი, რადგანაც ამანმა პატივი არ მიაგო, მორდექაიმ არ მიაგო ამანს პატივი. პატივი ისეთი, რომელსაც ამანი ითხოვდა. ამან მოიყვანა იმამდე რომ ამანი გაბრაზდა და მეფე ახაშვეროს თავისი რჩევით, ანუ მზაკური რჩევით მოაწერინა ხელი ისეთი რომ ამადა ამ დღეს გამოიცა ბრძანება რომ ამადა ამ დღეს ყველა ებრაელი უნდა მომკვდარიყო თელს ბაბილონის იმპერიაში. საოცარია რა. ეს რომ მორდექაიმ გაიგო, მივიდა ესთერთან, მორდექაი ეუბნება ესთერს, რომ გვიშველი და გვიშვამდგომლე მეფესთან. ესთერს პირველად შეეშილა, რადგანაც მას არ იცოდა რა რეაქცია მოყვებოდა მეფე ახაშვეროში. და მაგრამ მარდოქაი ეუბნება ძალიან საინტერესო რამეს, შეიძლება შენ ზუსტად ამ დღისთვის იყავი გაჩენი და შენი მისია სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ებრაელი ერი იხსნა ამ გაჭირვების ჟამს. ასე თუ ისე ესთერი მივიდა, ესთერმა გამოაცხადა მარხვა თელს ებრაელებში, უთხრა ამ მორდექაის დააბარა რომ გამოცხადეს თელ ებრაელებს ერში, რომელიც ბაბილონში ცხოვრობს მარხულობდნენ ისინი ამ დღეს და როგორც იქნა მეფე ახაშვეროშმა რო გაიგო რომ ესთერი ეს პიროვნება იყო, მორდექაიმ რომ მას სიკვდილისგან გადაარჩინა მორდექაიმ ეს პიროვნება, მაგრამ მეფე სადღაც დავიწყებული ქონდა მორდექაის ეს სიკეთე, მაგრამ ესთერმა გაახსენა ეს ყველაფერი. ამისათვის მეფემ გამოსცა სხვა ბრძანება, ის პირველ ბრძანებას ვერ გააუქმდა, რადგანაც ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს ესეთი მცნება, ანუ ბრძანება მიცე და ის გააუქმო, ესეთი წესი არ აქვს მიღებული. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს ესეთ რომ აღმოსავლური მსოფლმხედველობა ძალიან განსხვავდება დასავლური მსოფლმხედველობისაგან. და მან გამოსცა შემდეგი ბრძანება, რომ ყველა ებრაელს აქვს უფლება ამ დღეს დაიცვას საკუთარი თავი და ნებისმიერი თავისი მტერი მოკლას. ამ ბრძანებამ ხელი გაუხსნა ებრაელებს და ებრაელებმა გაანადგურეს ყველა თავისი მტერი და ამანი, რომელიც იყო წინააღმდეგი მორდექაის და უპირებდა მორდექაის სიკვდილს, იყო ჩამოკიდებული ძელზე, ანუ და ჩამოახჩეს ამანიც. რო იცოდეთ
და ამ დღესასწაულს როდესაც ებრაელები გადარჩენ, აღნიშნავენ ებრაელები უძახიან პურიმს. პურიმი თვითონ სიტყვა ნიშნავს წილისხრა. წილი ეყარა ებრაელ ერს, წილისხრა მოხდა გადარჩენ არ გადარჩენის საკითხში და წილისხრის მიხედვით ებრაელი ერი გადარჩა. ამიტომაა ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო და ძალიან ბევრ და ღრმა გაკვეთილს გვაძლევს ჩვენ. პირველი გაკვეთილი რაც მე მინდოდა მეკითხარი თავშივე, რომ ეს იყო ნებაყოფლობით სულვილი და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქრისტიანებს, რომ ყველაფერი ნებადართულია ჩვენთვის, მაგრამ ყველაფერს სარგებელი როდი არ აქვს. ხანდახან ჩვენი თავისუფალი ნება, როდესაც ჩვენ რაღაცა ნაბიჯს ვაკეთებთ, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რას მოგვიტანს ეს თავისუფალი ნება. ებრაელებმა ამ შემთხვევაში არ გამოიჩინეს წინდახედულება და მოიტანა ის, რომ ძალიან დიდ უბედურ საფრთხის წინაშე ჩაიყენეს თავი. მეორე გაკვეთილი რაც ჩვენ გვასწავლის, ეს არის ღმერთის სახის დამალვა. ღმერთის სახის დამალვა, რომელიც ხდება ჩვენ ცხოვრებაში ორი მიზეზით. ეს არის პირველი ჩვენი არასწორი ნაბიჯების გამო და მეორე ეს არის როდესაც ღმერთი ჩვენ გცდის, რას გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ღმერთი ჩვენ გვცდის და გცდის და არა საცდურში გვაგდებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებებია, რომ ჩვენ გვესმოდეს. გამოცდას ღმერთი გვიწყობს და გამოცდის მიზანი არის, რომ ჩვენ გამარჯვებულები ვიყოთ. თვითონ სიტყვა ნასა, ლენასო, რომელიც მოდის გამოცდა, თავის თავში იგულისხმება სასწაული და გამარჯვება. მაგალითად ესეთი სიტყვა გამარჯვება არის ესაიადან არის აღებული იაჰოვა ნისი, უფალი ჩვენი ალამი, ანუ გამარჯვების ალამი. აქედანაა ეს სიტყვა ლენასო, ნისა, წამოსული სასწაული. ამაზე თქვენ თუ გინდათ ნახოთ ქვემოთ YouTube-ში ვიდეოებში იპოვეთ ესეთი სახელწოდებით აბრაამის გამოცდა ქვია და იქ გავმარტავ ამას. და მესამე რაც ყველაზე მთავარი ჩვენ არის მნიშვნელოვანი, რასაც მორდექაი ეუბნება, შეიძლება ამ დღისთვის ხარ გაჩენილი. ანუ შენი თავის მოწოდებაში პოვნა. ჩვენ ადამიანმა ერთ-ერთ ძელმა პიროვნებმა თქვა, აღარ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ არის ორი ფაქტი ცხოვრებაში ადამიანის საკვანძო მოვლენა ცხოვრებაში. პირველი როდესაც ის დაიბადა და მეორე რომელმაც მან გაიაზრა რისთვის დაიბადა. ანუ ცხოვრების აზრი იპოვა. და ქრისტიანობა ჩემო კარგებო, ეს არის ცხოვრების აზრის პოვნა. და ამ ცხოვრების ნაპოვნი ცხოვრების აზრში სიარული. ასე მოკლე ფორმულება რო გაგიკეთოთ, ეს კიდევ სხვა ღრმა თემაა, მაგრამ ამ სამ ძირითად გაკვეთილს გვასწავლის პურიმი. პირველი რომ ჩვენ არჩევანი, თავისუფალ არჩევანს ყოველთვის წინდახედულები ვიყოთ და თხოვოთ სული წმინდას, რომ მოგცეს სიბრძნა გონება, რომ ჩვენი თავისუფალი ნება არ გვექცეს ჩვენ უბედურ შემთხვევად. მეორე რომ ღმერთი ჩვენ გცდის, თუ ჩვენ ვერ გვგზავნთ ღმერთის თანდასწრება ჩვენ ცხოვრებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი არ არის ჩვენ ცხოვრებაში. უბრალოდ ის კულისებს მიღმაა და გვაკვირდება ჩვენ დამოუკიდებლებად როგორ ვიზამთ და გადავდგამთ მისკენ ნაბიჯს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა თემა გაკვეთილი, ამას შეიძლება როცა კომპიუტერს შევიძენთ ღმერთის წყალობით, იქ შეიძლება უფრო დეტალურად იმას გავამახვილოთ ყურადღება ამას და მესამე რაც ყველაზე მთავარია, ეს არის რომ ჩვენი მოწოდება, რომელშიც ჩვენ ვართ, ვიყოთ ჩვენს მოწოდებაში ერთგული და როდესაც მოგვეცემა შანსი არ დავიხიოთ უკან. იმიტომ რომ შეიძლება რა იცი, შეიძლება ამ დღისთვის ხართ თქვენ გაჩენილი და თქვენმა ამ არჩევანმა და გაბედაობა ნაბიჯმა მოიტანოს ხსნა არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი ახლობლებისათვის, ოჯახის წევრებისათვის, ნათესაობისათვის, მეგობრებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და ამიტომაც გილოცავთ პურიმის დღესასწაულს შეგიძლიათ აღნიშნოთ, იმხიარულოთ თქვენ ქრისტიანებსაც ძალიან კარგად შეგიძლიათ ეს აღნიშნოთ, აქ არაფერი მისტიკური დატვირთვა არ აქვს. შედით თქვენს ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან შეკრიბეთ, გაშალეთ სუფრა, გადაშალეთ ბიბლია, ესთერის წიგნი და ერთად იკითხეთ და იმხიარულეთ ღმერთის ერის გამარჯვებით. თქვენ ისრაელის ნაწილი ხართ ქრისტიანებო, თქვენ ცალკე არ არსებობთ. ისრაელი რომ არ იყოს, თქვენ არაფერს არ წარმოადგენთ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ უნდა გაითავსოთ. მაშასა ყველა ებრაელს და თელს ისრაელს და ყველა მორწმუნე ადამიანს ხაკ პურიმ სამეახ. გილოცავთ ბედნიერი პურიმის დღესასწაულს.
ილოცეთ ჩვენზე, გთხოვთ ეს ვიდეო ყველა მოიწონოთ, გააზიაროთ და ვისაც ფინანსურად გვერდში დგომა გინდათ, ამ ვიდეოს ქვემოთ იქნება ჩვენი რეკვიზიტები. მაშასა გვიყურეთ, ჩვენ გაგრძელება იქნება.